პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცეს. მის კანდიდატურას კენჭი განხილვის გარეშე უყარეს. 85 მომხრე 12 წინააღმდეგი ხმები ამ თანაფარდობით გადანაწილდა. საკითხის პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტამდე გელაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დახურულ სხდომაზე მოусმინეს. მანამდე გელა გელაძე ქართული ოცნების გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, განათლების სამინისტროში, სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. ბატონო გეკა, უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ შინაგან საქმეთა მინისტრად თქვენი მუშაობისთვის, თქვენი მუშაობის პერიოდში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მთელი საზოგადოება აკვირდებოდა თქვენს ბრძოლას დამნაშავებასთან, ნახეთ განსაკუთრებული შემართება შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული პოლიციელის მხრიდან ამ საქმეში და ამაში რა თქმა უნდა თქვენი პირადი მაგალითი ძალიან დიდი როლი ჰქონდა. და გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევას და დარწმუნებული ვარ ზუსტად ისეთივე შემართებით უკვე გაუძღვებით საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს და ამ მხრივ პარლამენტის სახელით გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას თქვენს თანამშრომელთან ერთად. დღესვე პარლამენტმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პოსტს სუსის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელმაც წინა თანამდებობაზე 7 თვე გაატარა. პროექტის მიხედვით ახალი სახელმწიფო მინისტრის რანგში მდინარაძის საქმიანობას მატერიალურ, ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. მამუკა მდინარაძეს არ ეყოლება საკუთარი აპარატი და არ ექნება ბიუჯეტი. ბატონი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც 9 წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური და ვიხილეთ თუ როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციის მიმართულებით, როგორი ნაბიჯები გადადგა მან ტერორიზმის მიმართულებით, რამდენი საქმე გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოქონდათ საქართველოში, გაქონდათ სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს გავლით, სამალავები აღმოჩნდა, სადაც შეიარაღება იყო გადამალული თბილისთან ახლოს. ესეთი ტემპით და ესეთი ხარისხით მე არ ამგონია რომ რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ემუშავა და თქვენ ძალიან მაგრა გაწუხებთ შემდეგი ფაქტი მთლიანად ოპოზიციას ის რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთის მხრივ კოორდინაციას გაუწევს ბატონ გეკა გელაძეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს და თავის მხრივ რა თქმა უნდა გადააზღვევს მათ გადაწყვეტილებებსაც და მეორეს მხრივ ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მიცემს რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა. კანონპროექტის მიხედვით მდინარაძის ფუნქცია მოვალეობები იქნება სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობა, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვა, ასევე მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი განახორციელებს კოორდინაციას საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან. ქართული ოცნების მიერ გამოცხადებულ ახალ სამთავრობო ცვლილებებს ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის კარის თამაშებს უწოდებენ. მათი შეფასებით დაგეგმილ ცვლილებებს ქვეყნის მოქალაქეების და საქართველოს უსაფრთხოების საკითხების პრობლემების გადაჭრასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის არაფორმალური მმართველობის მორიგი გამოვლინება, ოცნებას სხვა ფუნქცია სამწუხაროდ, აი 99 დეპუტატს, რომელიც აგზის პარლამენტში არ აქვს, გარდა იმისა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებები, რომელსაც მათ არავინ არ უთანხმებს, უბრალოდ გააправოს, გაამართლოს და რაღაცა ტიპის გამართლება მოუძებნოს. ახლა გასაგებია ყველასთვის მე მგონი, რომ რა ვიცე-პრემიერობაზე და სახელმწიფო მინისტრობაზეა საუბარი, კაბინეტსაც კი არ აძლევენ ნორმალურს და აპარატიც არ ექნება, როგორც აღმოჩნდა, ხო? და მდივანიც არ ეყოლება მდინარაძეს. ახლა საერთოდ ურჩევდი მას, რომ ამ კაბინეტზეც ძალიან იქნება, ასე ვთქვათ, ჩაციკლული და ბოლო-ბოლო დისტანციურად იმუშაოს მაშინ სახლიდან, ხო? ეხლა თუ კოორდინაცია არის ასეთი მნიშვნელოვანი, კოორდინაციისთვის სუსის ხელმძღვანელს 6 თვეში არ ხსნიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 6 წლის ვადით შემთხვევით არ ინიშნება და ეს ჩანაწერი კანონში შემთხვევით არ არის. ინსტიტუციები და თანამდებობები უნდა იქმნებოდეს სახელმწიფო საჭიროებისათვის და არა კონკრეტული პირების ინტერესებისთვის. გაუგებარია საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც არსებობს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანას მთავრობის მეთაურობით მართავს, რა საჭირო არის ახალი უწყების დამატება, ახალი თანამდებობის შემოღება და თუ ეროვნული უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მიღები ორგანო სჭირდებოდა და არსებობდა თავიდან ეროვნული უშიშროების საბჭო, შემდეგ უკვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების
მიმართვის საბჭო, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ყველა ეს უწყება გაუქმებულია. ამჟამად კი ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც თავის მხრივ არის არასერიოზული და ამავდროულად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარის თამაშები. ქართულ ხალხს არ აინტერესებს, სად ექნება მამუკა მდინარაძის კაბინეტი, არც აინტერესებს ივანიშვილის მეორე ბანაკის სრულ სახალხო პარტიის პოზიცია. ქართულ ხალხს სჭირდება დახმარება. მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს თანამოქალაქეებს და ამიტომ ნიშნულოვანია რომ ამაზე იზრუნოს ივანიშვილის მათ შორის კორუმპირებულმა ბანაკმა და უარი თქვას საკუთარ კორუფციულ წილზე. მამუკა მდინარაძის არ ექნება კაბინეტი, არავის არ აინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს როგორ დავწიოთ საწოლზე ფასები, როგორ შევამციროთ გადასახადები და შევუსრულოთ ხალხს სოციალური ყოფა. თავდაპირველად მამუკა მდინარაძისთვის თანამდებობის შექმნას მხარს არ უჭერდა ქართული ოცნებისგან გამოყოფილი ხალხის ძალა, თუმცა როგორც დღეს დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს უთხრა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ირაკლი კირცხალიასთან კონსულტაციის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარს დაუჭერენ. გარკვეული საკითხები კიდევ დარჩა ღიად, ამიტომ საჭირო გახდა დღეს დილით კიდევ ერთი შეხვედრა და კომუნიკაცია. კითხვებზე იქნა პასუხებს დაემატა ჩვენი მხრიდან კომპრომისი და ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას. კითხვები ეხებოდა ამ გადაწყვეტილების საჭიროებას და ფუნქციურ ასპექტებს. საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ 21 აპრილს გააკეთა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ მამუკა მდინარაძე სუსის უფროსის პოსტს ტოვებდა. მის ადგილს კი შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე დაიკავებდა. თავის მხრივ გელაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა შეცვალა. დღესვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე დაამტკიცა. პატარაძე ამ პოსტს 2016-2018 წლებშიც იკავებდა.